გამარჯობა. დღეს სერვისში მოიტანეს HP Victus-ი. მიზეზი მოტანის არის ის, რომ ლეპტოპი დაჯდა და აღარ იტენება. ლეპტოპს არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობა სიცოცხლის, არც ჩართვის ღილაკზე რეაგირებს, არც სატენზე. დავშალე, დედადაფარში გამოიყურება ნომრით. თერმული კამერით გამოჩნდა, რომ ცხელდება ორი ტრანზისტორი შემსვლელში და ეს კერამიკული კონდენსატორი. ხშირია ესეთი შემთხვევები, რომ კერამიკული კონდენსატორები ამოკლებენ დედადაფაზე და ქმნიან ჩაკეტილ წრეც. გამოვცვლი ახლა ამ კერამიკულ კონდენსატორს და ნახოთ რა იქნება შედეგი. გამოვცვალე კერამიკული კონდენსატორი, ინთება ინდიკატორი სატენის და დედადაფაზეც მოვიდა შესაბამისი ძაბვები. ავაწყობ ახლა ამ ლეპტოპს და დავტესტავ სხვა ფუნქციებზეც. ხომ არ არის კიდე რაიმე ხარვეზი. ავაწყე ლეპტოპი და ჩაერთო ჩვეულებრივ ლეპტოპი იტენება. სატესტო ოპერაციული ჩატვირთული USB ფლეშკიდან, ვინაიდან მომხმარებელს Linux-ი ეყენა პაროლით და შესაბამისად ვერ ჩავრთე. დანარჩენ ფუნქციებზე გაიტესტება ლეპტოპი მომხმარებელთან ერთად. სულ ეს იყო მეგობრებო, გამოგვიწერეთ, დაგვასაბსკრაიბეთ. წინ უფრო საინტერესო ვიდეოები გელოდებათ.